მოგესალმებით, ვერ მოასწარით 500 გამომწერის ზეიმი, როცა უკვე ყავს 1500-ზე მეტი გამომწერი. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით თემურ გვარაძეს და G-Facts. მათი ლინკები კი აღწერაშია. ერთ-ერთ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრეთ კრისტოფერ რაკანკურზე, თანამედროვეობის გამორჩეულ აფერისტზე, რომელიც საოცარი უნარებით ახერხებდა ხალხის მოტყუებას. თუმცა როგორ შეიძლება მოატყუა ადამიანი 21 საუკუნეში, როდესაც სხვადასხვა მოწყობილობებსაც კი შეუძლია ჩენი სიწრუის ჭეშმარიტობისგან გამორჩეულ. სიწრუის გამჟღავნების მეთოდები უძველეს დროიდან არსებობდა. მაგალითად, ჩინეთში ჩვენ წელთაღ რიცხვამდე ეჭვმიტანილს პირში უყრიდნენ ბრინჯს, შემდეგ უკითხავდნენ ბრალდებას, ხოლო თუ ეს ბრალდება სამართლიანი აღმოჩნდებოდა, მას პირი უშრებოდა. შესაბამისად, ბრინჯი მშრალი იყო. ეს მათთვის ერთგვარი სიწრუის დეტექტორივით იყო. ძველ ინდოეთში კი ეჭვმიტანილი დაკითხვის დროს გონგს ურტყავდა პატარა ჯოხს. თუ ხმა ძლიერდებოდა, ესე იგი ის ნერვიულობდა და შესაბამისად იტყობოდა კიდეც. მაგრამ მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და დღეს უკვე სიწრუის გამოვლენის მთელი რიგი მეთოდები არსებობს, როგორც არის სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების მიერ დაკითხვა, სპეცსამსახურების, სიმართლის ხსნარები და რაც მთავარია სიწრუის დეტექტორი, რომლის მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა საქმე ასე რთულადაც არა. თანამედროვე დეტექტორს პოლიგრაფსაც უწოდებენ. პოლიგრაფს გააჩნია რამოდენიმე ინდიკატორი. მზომველი, რომლის შეგნებულად კონტროლი მარტივი არაა. კერძოდ ის ზომავს გულისცემას, სუნთქვის სიხშირესა და კანის ელექტროგამტარიანობას. თუ ადამიანი ამბობს სიმართლეს, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. მაგრამ თუ ადამიანი იტყუება და მისი ნათქვამი არ შეესაბამება რეალობას, ორგანიზმი ამას აღიქვამს როგორც საფრთხეს. იზრდება ოფლიანობა, ხშირდება გულისცემა. მოკლედ, ჩვენი ორგანიზმი ჩაგვიშვებს და ამ ყველაფერს დააფიქსირებს პოლიგრაფი, ხოლო სპეციალისტი მიხვდება ვითყვებით თუ არა. ზოგადად, დეტექტორი აფიქსირებს ბევრი იმ ანომალიას, რომელიც ტყუილის დროს შეიძლება დაგვემართოს. მაგალითად, ის ზომავს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ამპლიტუდას, დახრის კუთხეს და სუნთქვის შეკავებას. თუ თქვენ შეეცდებით სუნთქვის განზრახ შეკავებას და კონტროლს, არაფერი არ გამოგივათ, რადგან სპეციალისტი მაინც შეამჩნევს ამას. და თანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი კანის ელექტროგამტარიანობაა. ფიზიკა ჯერ ბოლომდე არ შეუსწავლია ეს ფენომენი. ძირითადად მას უკავშირებენ ოფდენასა და ზედაპირზე სითხის გაჩენას. ანუ როცა ადამიანი იტყუება, ის ნერვიულობს, იოფლება, შესაბამისად იზრდება მისი ელექტროგამტარიანობაც. სწორედ ამას აფიქსირებს პოლიგრაფი. დაუბრუნდეთ გადაცემის სათაურს. შეიძლება თუ არა მოატყუოთ მოწყობილობა, რომელიც ამდენ ცვლილებას აფიქსირებს ორგანიზმში. რა თქმა უნდა. პოლიგრაფის მოტყუება ძალზედ მარტივია თუ კი თქვენ ხართ ფსიქოპატი. თქვენ არ გაგაჩნიათ საზოგადოებრივი ნორმები და ეთიკის გაგება. შესაბამისად, სახიფათოდ დასმულ კითხვებზე პასუხობთ სათანადო რეაქციის გარეშე. პოლიგრაფის მოტყუება არ გაუჭირდებათ მაღალი დონის მსახიობებს და პათოლოგიურ მატყუარებს, ანუ რაკანკურისნაირებს. მათ შეუძლიათ იმდენად დაიჯერონ სხვა რეალობა, რომ ტყუილი სიმართლე ეკვნოთ. მაგრამ თუ თქვენ ისეთივე საშინელი მსახიობი ხართ, როგორც მე, არის მხოლოდ ერთი გამოსავალი. ნემსი ფეხსაცმელში. თქვენ დროდადრო დააჭერთ ნემს, რასაც ორგანიზმიდან მოყვება საპასუხო რეფლექსი, ხოლო დეტექტორი კი შეცდება ასეთ კვეთ რცულებებზე. კიდევ უფრო ეფექტური იქნება თუ გზას აურავთ ელექტრომზომველს. ამისათვის საჭიროა თითზე დაუსხათ დეზადორი, ან სპირტი, ან ნებისმიერ რამ, რაც ოფლის გამოყოფას შეამცირებს. აგრეთვე დეტექტორს მოვატყუავთ თუ გავზრდით ან შევამცირებთ ორგანიზმის რეაგირების დროს. ამას კარგად უმკლავდება ალკოჰოლი, რამოდენიმე ჭიქა ყავა და სხვა მსგავსი ნარკოტიკი. მაგრამ სერიოზული ტესტების დროს ხდება სისხლის ანალიზის აღება, რადგან დარწმუნდნენ თქვენ სისუფთავეში, ასე რომ ალკოჰოლის ვარიანტი მოდი ამოვიღოთ. ისე კი პოლიგრაფის სერიოზული მტერი შიმშილი და უძილობაა. რეაქცია იმდენად სუსტდება, რომ დეტექტორს უჭირს ტყუილის აღმოჩენა. ტესტის დროს თქვენში შეყავთ მცირე ძაბვა, როცა ადამიანი გადაღლილია, ნერვული სისტემა მგრძნობიარეა, მასშტაბი ელექტრონზომველიც ვერ ზომავს სწორად. საუკეთესო ვარიანტად კი ვასახელებთ მექანიკურ პასუხებს. რაც უფრო ცოტა ხანს ფიქრობთ, მით ვერ ასწრებს ორგანიზმის სწორ რეაგირებას. გახსოვდეთ, იფიქრეთ სხვა რამეზე, დათვალეთ რიცხვები, გააკეთეთ ექსპერიმენტები, მაგრამ არ იფიქროთ კითხვებზე. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, თუ თქვენ მიიღებთ ტესტამდე ბევრ სითხეს, შემდეგ მოგინდებათ საპირფარეშოში გასვლა. ასე რომ ყველა ვარიანტში არ ფიქრობთ კითხვებზე. იცოდეთ, რომ პოლიგრაფი ვერ კითხულობს თქვენ აზრებს და არ შეუძლიათ ტყუილის აღმოჩენა. ის უბრალოდ აფიქსირებს თქვენი ორგანიზმის აღნებადობას. თანაც გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არაა და ორგანიზმის აღნებადობაც ინდივიდუალურია. დეტექტორი არ არის 100% ეფექტური. თანაც ზოგიერთ ქვეყანაში მის შედეგების გამოყენება, როგორც სასამართლოში დამტკიცებელი საბუთი, აკრძალული არის. ასევე გახსოვდეთ, რომ შეიძლება თქვენ სიმართლეს იძახდეთ, მაგრამ დეტექტორმა საპირისპირო აჩვენოს.
ერთი რამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს. როგორც არ უნდა განვითარდეს ტექნიკა, ადამიანი უფრო ძლიერი და აღმატებული იქნება, ამიტომ შეუძლებელი არაფერია. იმედია ტესტი დეტექტორზე არავის დაგჭირდება. გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე და გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს. დროებით. ერთხელ ერთმა უვაგისმა ვაჭარმა დიმატრის უთხრა, რომ ინდოეთის ერთ-ერთ კოლონიას სჭირდებოდა დიდი რაოდენობით თაფები, თბილი ხელთათმები და ბიბლიები. დიმატრის წამითაც არ ვფიქრია, რომ ამ კუნძულზე ყოველთვის მზეა და საშინაო ცხელა. შეიძინა 40,000 თაფა, 40,000 წყვილი ხელთათმანი და ამდენივე ბიბლია. როცა გემი დათმულ კუნძულს უახლოვდებოდა, იქ ახალი რელიგიური მოძრაობა იბადებოდა, ასე რომ ხელის ჩამორთმევა კიდევ ერთი რიტუალი, რომელიც ჩვენს ფსიქოლოგიაში იმდენად ღრმად გაჩნდა, რომ არც უკვირდებით, სად შეიძლება ყოფილიყო ეს ხელი, რომელსაც ჩვენ ახლა შევეხეთ. იყო დრო, როცა ხალხი შიშში და პარანოიაში ცხოვრობდა და ისინი თვლიდნენ, რომ თითოეული შეხვედრა მათთვის სასიკვდილო თუ არა, სახიფათო მაინც იქნებოდა. ამიტომ ხელის ჩამორთმევა მეგობრული ჟესტის გარდა დამამტკიცებელი საბუთი იყო იმისა, რომ თქვენთან არ გქონდათ ბასრი ქვა, დანა ან საერთოდაც დანების კრებული. თანდათანობით ეს რიტუალი უფრო და უფრო რთულდებოდა. მაგალითად, როდესაც ხდებოდნენ ერთმანეთს